თავი მეოთხე. საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი გამოვიდა წუთის სოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული. ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის. არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც ხსმენიათ, რომ მოვა და ის ახლა უკვე წუთის სოფელშია. თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო და სძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც წუთის სოფელშია. ისინი წუთის სოფლისანი არიან, ამიტომაც წუთის სოფლისას ლაპარაკობენ და წუთის სოფელი წყურს უგდებს მათ. ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთის სოფელში თავის მხოლოშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისადევებლად. საყვარელნო, თუ კი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისაგან მოგცა. ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამა მოავლინა ძე წუთის სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენ დამიაქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი მასში. სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ ჩვენ სითამამე გვაქვს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ისაა, ჩვენც ისეთივე ვართ ამ წუთის სოფელში. სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარულის დევნის შიშს. ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო შიშარა არ არის სრულყოფილი სიყვარულში. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, გიცრუა. ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ გაეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს, და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.